აი, აბა გავაკეთოთ ეს. ეს გამოწვევთ. ხო ის. დინს ვაერთებთ და უკან ნელა ახლა. სეროსავით რომ იმოძრაოს, პოტენციომეტრი უნდა მივამაგროთ, მაგრამ ამას აქვს კბილები, კბილანა უმაგრია და ჩვენც პოტენციომეტრს შეგვიძლია ეგეთი თავი დაუმაგროთ. აბა ჯერ ვცადოთ ესე დადება, ხო? თუ სწორად არის? თუ გაგვიმართლა. ესე იქში გაასწორე? ახლა მე ვარ. მიდი აბა. აჰა, გაგვიმართლა. სეროსავით მოძრაობს ესეც. წინ, უკან. წინ, უკან. და ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ რობოტებში. თქვათ, აი, ასეთი ხელის ცილით დაწევისთვის. ახლა ახსნა სქემა როგორ გამოიყურება. აი აქ ერთდება ელემენტი, რომელიც დაკავშირებულია 40 ამპერიან რელე მოდულთან, რომელზეც დაკავშირებულია ესეთი ჩამრთველი. ეს არის ორარხიანი დრაივერი ძრავებისთვის, რომელიც მართავს საბურავის ძრავებს. ერთი და მეორე. ეს მოდული თავად იმართება Arduino-ს გამოყენებით. ეს მეორე დრაივერი ორარხიანი უკვე მართავს აი ამ ძრავს, აი ამ კლანჭებისთვის და მეორე ძრავს ზემოთ აი ამ კლანჭებისთვის. გვაქვს კიდევ ესეთი დრაივერი ერთარხიანი, რომელიც უკვე მართავს აი ამ ძრავს, რომელიც ამოძრავებს კლავს ზემოთ ქვემოთ. აი აქ არის PWM რეგულატორი, რომელიც მართავს უკვე აი ამ ძრავს, რომელიც დაკავშირებულია ღვედით აი ამ იარაღთან. აქ გვაქვს კიდევ მეორე PWM რეგულატორი, აი ეს, რომელიც მართავს უკვე აი ამ ძრავს. ამ ძრავს, რომელიც დაკავშირებულია აი ამ იარაღთან. აი აქ გვაქვს სერვოძრავის პლატები, ერთი, მეორე აგერ აქ არის და მესამე აქ. აი ეს სერვოძრავის პლატა აკონტროლებს აი ამ ძრავს, ანუ Arduino-ს გარეშე, პირდაპირ პულტიდან. აი ეს აკონტროლებს უკვე ამ ქვედა კლანჭებს, აწევა-დაწევას. ეს აკონტროლებს უკვე აი ამ ზედა ძრავს, აი ამ კლანჭებს. ამასთან დაკავშირებულია პოტენციომეტრი უკავშირისთვის, რომელიც აგერ აქ არის განთავსებული, აი აქ. და როდესაც ეს მოძრაობს ზემოთ ქვემოთ, ეს ბრუნავს და პროპორციულად ბრუნავს ეს პოტენციომეტრი. და გვაძლევს უკავშირს, რომელთაც განსაზღვრავთ კონკრეტულ მდგომარეობას აი ამ კლავის. აი ამ ორცალ სერვოს პლატისთვის აქ გვაქვს კიდევ პოტენციომეტრები, აი ესეთი პოტენციომეტრია. ერთი და ქვედა კლანჭებისთვის მეორე, აგერ აქ აყენია. ეს ძრავი ატრიალებს აი ამ კბილანას, რომელიც მოდებულია პოტენციომეტრთან. ანალოგიურად არის ქვემოთ ძრავი პოტენციომეტრი. აი ზედა კბილანა უკვე დაკავშირებულია იმ კლანჭებთან, რომ უზრუნველყოს ამის აწევა და ჩამოწევა. ანალოგიურად ქვემოთ. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, აი ეს არის დენის გამზომი მოდული, რომელიც დაკავშირებულია აი ამ დრაივერთან და შესაბამისად
ითulis აი ამ დრაივერის მოხმარებულ დენს. თუ დენის მოხმარება გადააჭარბებს რაღაცა კონკრეტულ ნიშნულს, ჩვენ შემთხვევაში დაახლოებით 5 ამპერს, ავტომატურად ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ძრავის მოხმარება აჭარბებს 5 ამპერს, აი ამ რელის გამოყენებით გათიშავს დენს. თუ დაზიანდა ეს პოტენციომეტრი და არასწორი სიგნალი წავიდა ამ ძრავზე, აი ამ კლავის მოძრაობის ზღვრებმა რო არ გადააჭარბოს განსაზღვრულ ნიშნულებს, იმ შემთხვევაში თუ აი ამ ხარზე მოხდა დიდი დაწოლა მოძრაობის დროს, დატვირთვა რომ ზედმეტი არ მოვიდეს, მაგ შემთხვევაშიც მოახდენს გათიშვას. ეს კონტროლდება Arduino-ს დახმარებით. მეორე რელე უკვე დაკავშირებულია ღილაკთან და მეორე მხარეს არის აგერ კიდევ ერთი ღილაკი. აი ამ კბილანაზე დამაგრებული ესეთი თეთრი ამოწეული გადაივლის აი ამ ღილაკზე და ღილაკიდან წავა სიგნალი Arduino-ს. იგივენაირად არის მეორე ძრავის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ესეთი გვაქვს ორი ცალი თეთრი, ზედა და ქვედა მიმართულებისთვის. თუ მეტად დატრიალდება ეს კბილანა, რა მდგომარეობებით წინასწარ გვაქვს შერჩეული, იმაზე მეტად, მაგ შემთხვევაში გადაივლის ეს ღილაკზე სიგნალი მოვა Arduino-სთან და Arduino აი ამ რელეს დახმარებით გაუთიშავს დენს აი ამ კონტროლერს. კიდე დამატებული გვაქვს 5 ვოლტიანი წაბვის დამწევი. თუ მე Arduino-ს გამოვიყენებ, აი ამათ კვებისთვის დიდი დატვირთვა მოვა Arduino-ს და შესაძლოა არც კი ჩაირთვოს, ან დარესტარტდეს და ასე შემდეგ. აი აქ შედის Arduino-ს კვება 12 ვოლტი პირდაპირ. აქ არის რესივერი. რესივერი აი ამ სამ სერვოძრავის კონტროლერთან არის პირდაპირ დაკავშირებული PWM არხებით, ხოლო Arduino-სთან დაკავშირებულია iBus ინტერფეისი. ეს ორი რელე გამოიყენება ქვეშ არის განათება და იმის განათების რეგულირებისთვის. თუ რობოტი გაჩერებულ მდგომარეობაში არის მწვანეფერი, თუ რობოტი უკვე მოქმედ რეჟიმშია, ხდება ლურჯი ფერის და თუ რობოტი ჩართავს იარაღს, ხდება წითელი ფერის. აქედან მოემართება პოტენციომეტრის და ღილაკის კაბელები და აი ამ ძრავის კვება, ანალოგიურად ქვემოდან პოტენციომეტრის, ღილაკის კაბელები, ამ ძრავის კვება და აქ დამატებით მოდის აი ამ ძრავის კაბელი. აი ამ პოტენციომეტრის კაბელი აი აქედან შემოდის და აი ამ ძრავის კაბელი კიდევ, რომელიც აი აგერ ასე შემოდის აქ და შედის შიგნით. აქედან გამოდის ეს კაბელები, სამივე კაბელი, აგერ პოტენციომეტრის მოემართება და მოდის სქემაში. რაც შეეხება ელემენტს, ელემენტის დასამაგრებლად ასეთი დაფაა გამოყენებული, რომელიც აი აქ ჩამაგრდება. ასე. ესეთი ტიპის ელემენტი შეგვიძლია განვათავსოთ აი აქ და უკვე კვება აქედან შევაერთოთ აი ამ ელემენტს. ეს ღილაკი უკვე დამაგრდება სახურავზე, რომ ასე ვთქვათ, ადვილად შეძლოთ ჩართვა გამორთვა ამ რობოტის. ხუფი დაახლოებით ესე გამოიყურება, აქ აქვს ესეთ თავსაფარი და მზად არის. გავთიშოთ. ეხლა ვტესტავ აი ამ ღილაკებს, თუ ეს კბილანა გადატრიალდა იმაზე მეტად, ვიდრე დაკალიბრებულია. ამ ღილაკზე უნდა გადაიაროს აი ამ თეთრმა ამოწეულმა და უნდა გაითიშოს ეს ძრავი, რომ ასე ვთქვათ, ზედმეტი დატრიალებით არ გააფუჭოს კბილანები. იგივენაირად აყენია ქვემოთ ღილაკი, აქ ორი რელეა. ესე იგი, ერთი რელე მუშაობს აი ამ ღილაკებზე და მეორე რელე გათიშავს ძრავს, რომელიც ამას ამოძრავებს ზემოთ ქვემოთ. აქ სერიალ მონიტორზეც ჩანს მოხმარებული დენი და ეს ღილაკების მდგომარეობები მაქვს. შევამოწმოთ ეს ღილაკი, დაჭერისას უნდა ჩართოს იქ რელე. დავაჭიროთ. აი, ჩაირთვა ეს რელე. ახლა შევამოწმოთ ქვედა ღილაკს. ამ შემთხვევაში Arduino უნდა გადავტვირთო, იმიტომ რომ აღარ ჩაირთვება, სანამ Arduino-ს არ გადავტვირთოთ. აიმთო, კი ბატონო, ესეც მუშაობს ქვედა ღილაკზეც და ეხლა დაგვრჩა
დენის გამზომი მოწყობილობა. მოკლედ ეს ამპერები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ პრინციპი ის არის, რომ თქვათ, აქ თუ გავზომავ მე 5 ამპერს, ხო, იქ რა რიცხვსაც მომცემს, რო არ ვიწვალო ამის კალიბრაციაზე, იმ რიცხვზე გავაკეთებ გათიშვას აი ამ კონტროლერის. ეს ძრავი მაქვს დაერთებული სატესტოდ და ვნახოთ. ეხლა ეს აჩვენებს დაახლოებით 1 ამპერს მოხმარებას დენის. აქაც 1 და 3, 1 და 7 ესე აჩვენებს. 7 ამპერს თუ აცდება, იდეაში აქ რო 7-ს დაწერს. რეალურად რამდენ ამპერზე გაითიშება, გამოჩნდება კვების ბლოკზე. 3, 4. ესე იგი 4 ამპერზე ეს ჩაირთო. ამ შემთხვევაში აქ უკვე დაწერა 7. თუ მინდა რომ მაღალი ამპერის შემთხვევაში გათიშოს, ჩავწერ მაგალითად 7-ის მაგივრად, უფრო მაღალ რიცხვს, მაგალითად 10 და მაგ შემთხვევაში შეიძლება 5 ან 6 ამპერზე გათიშოს. ესე იგი 7 მიწერია. თუ ამას მოუმატებ, უფრო მაღალი დატვირთვის შემთხვევაში გათიშავს აი ამ კონტროლერს.